ალექსანდრ ლუკაშენკამ კიმ ჩენ ინს ფხენიანში ვიზიტისას ავტომატი აჩუქა და იხუმრა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი მას მტრების გამოჩენის შემთხვევაში გამოიყენებს. იმავე დღეს ბელარუსისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებმა მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს, რითაც დასავლეთის მოწინააღმდეგე და უკრაინაში რუსეთის ომის მხარდამჭერ ორ ავტორიტარულ რეჟიმს შორის ალიანსი გაამყარეს. ლუკაშენკამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ გლობალური ძალები ღიად უგულებელყოფენ და არ ღვევენ საერთაშორისო სამართალს და რომ ამ პირობებში დამოუკიდებელ ქვეყნებს, როგორც სახელმწიფოებადაც, როგორც ჩანს ბელარუსსა და ჩრდილოეთ კორეას მიიჩნევს, სუვერენიტეტის დაცვისა და მოქალაქეების კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად უფრო მჭიდრო თანამშრომლობა და ძალების კონსოლიდაცია სჭირდებათ. Дружественные отношения наших государств, которые зародились. ჩვენი ქვეყნების მეგობრული კავშირები საბჭოთა ეპოქაში დაიწყო და არასდროს შეწყვეტილა. დღეს კი ყოვლისმომცველი განვითარების შედეგად ისინი არსებითად ახალ ეტაპზე გადადის. დიახ, ადრე დიდწილად ჩვენივე მიზეზით მჭიდრო თანამშრომლობა არ გქონდა, თუმცა გულწრფელად მიხარი აღნიშნა, რომ ახლა ჩვენი თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაძლიერებულია. დღევანდელ რეალობაში გლობალური ტრანსფორმაციის პირობებში, როცა მსოფლიო ძალები ღიად უგულებელყოფენ და არ ღვევენ საერთაშორისო სამართალს, დამოუკიდებელ ქვეყნებს სუვერენიტეტის დაცვისა და მოქალაქეების კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად უფრო მჭიდრო თანამშრომლობა და ძალების კონსოლიდაცია სჭირდებათ. თქვენს მსგავსად მეც მხარს უჭერ ჩვენი ურთიერთობების განვითარებას სხვა ქვეყნების გათვალისწინების გარეშე, რომლებიც რა თქმა უნდა ჩვენი ურთიერთობით კმაყოფილები არ იქნებიან, რადგან ისინი კონკურენტები არიან. ლუკაშენკას პრესსამსახურის თანახმად კიმ ჩენ ინმა ბელარუსის მიმართ სოლიდარობა და სრული მხარდაჭერა გამოხატა. მეწინააღმდეგებით დასავლეთის უკანონო ზეწოლას ბელარუსზე და მხარდაჭერას გამოვხატავთ იმ ზომების მიმართ, რომლებიც ბელარუსის ხელმძღვანელობამ მიიღო სოციალური და პოლიტიკური სტაბილურობის, ასევე ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, თქვა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ბელარუსული მედიის ცნობით. ფხენიანში ვიზიტის ფარგლებში ლუკაშენკომ საბჭოთა ჯარისკაცებისადმი მიძღვნილი მონუმენტი მოინახულა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თხოვნით უკრაინის ომში რუსეთის დახმარებისთვის მადლიერების ნიშნად ყვავილებით შეამკო. ავტომატის სანაცვლოდ ბელარუსის პრეზიდენტმა საჩუქრად მიიღო ლარნაკი, რომელზეც მისი პორტრეტია გამოსახული. როგორც ლუკაშენკას პრესსამსახური იტყობინება, ვიზიტი იმით დასრულდა, რომ კიმმა ბელარუსი ლიდერი აეროპორტში პირადად გააცილა და თბილად დაემშვიდობა. ბელარუსი რუსეთის ახლო მოკავშირეა. 71 წლის ლუკაშენკა ქვეყანას 1994 წლიდან მართავს და 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მოსკოვის ერთგული მხარდამჭერია. კრემლის მოკავშირეა ჩრდილოეთ კორეაც. კიმ ჩენ ინმა ათასობით ჯარისკაცი და დიდი რაოდენობით იარაღი გაგზავნა რუსეთის ომის მხარდასაჭერად. რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ 2024 წელს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რაც სამხედრო და სხვა სახის დახმარებას ითვალისწინებს თუ რომელიმე მხარეს თავს დაესხმებიან. ანალიტიკოსების შეფასებით ჩრდილოეთ კორეა რუსეთისგან იღებს ფინანსურ დახმარებას, სამხედრო ტექნოლოგიებს, სურსათსა და ენერგომომარაგებას, რაც ფხენიანს მის ძველ პარტნიორ ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებაში ეხმარება. ბელარუსიც და ჩრდილოეთ კორეაც კვლავ დასავლური სანქციების ქვეშ არიან და ორივე რეჟიმს ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებში ადანაშაულებენ.